რატო უჭირთ ჩემი დაჟე, იცით? სახელმწიფოსაც უჭირს და ეკლესიასაც უჭირს. იმიტომ რომ ჩემს უფლებამოსილებებს არ ცდები არც სწავლებით და არც სახელმწიფო კანონებით. ეს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია, ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი. ის თითქმის 1 წელია აქტიურად უჭერს მხარს ანტისამთავრობო პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს და თითქმის ამდენივე ხანია არის მისი დისკრედიტაციისთვის განკუთვნილი საინფორმაციო კამპანიის სამიზნე. ეს პერიოდი რაღაცნაირად აი ქრისტეს ჯვარცმის რაღაც მონაკვეთებს გებულობ, გამოცდილებით გებულობ. ვცდილობ და ვაკეთებ იმას, რომ პატიმრების გვერდით ვიყო და იმ ხალხის გვერდით ვიყო, ვინც საქართველოს განთავისუფლებას ცდილობს. დოროთე ყურაშვილს ხშირად შეხვდებით პარლამენტის წინ რუსთაველზე, სადაც მოქალაქეები უკვე 300 დღეზე მეტია ითხოვენ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების თავისუფლებას. მე ვამბობ რა არის სწორი, როგორ არის სწორი. ადამიანები მიხვდებიან ვინ რასაც აკეთებს, სწორია თუ არა. საჯარო აქტიურობის გამო დოროთე ყურაშვილი უკვე ორჯერ დაიბარეს საპატრიარქოში. პირველ ჯერზე ის გამოცხადდა 16 სექტემბერს, მეორედ კი უარი თქვა. ეს არის ჩემი სახელის გატეხვის მცდელობა, რომ მე უზნეო ვარ, მაგრამ რაში არ წერია. დისციპლინური გადაცდომა რაში ვარ, უდისციპლინო, ქრისტეს სწავლებაში თუ რაში და მესამე ცილის წამებული. ცილი ვიზა ვწამე ცილი. გესმით აი თვითონ ანდრე არის ცილი მწამებელი, როცა მე მეძახის რომ მოძალადობ, სად ვიძალადე, სად ნახა. ეს ინტერვიუ 21 ოქტომბერს ჩავწერეთ. როგორ ხართ, მამაო? უკეთესად ვიდრე ვიყავ. როდის? ფიზიკურადაც. აი ამ მოვლენებმა ეთყობა აი რაც შიგნით ხონდა დაგროვილი და უკმაყოფილება. ეს რომ ყველაფერი მიუხედავად საშიშროებისა ყველაფერი რომ გარეთ გამოვიტანე. შახარმას დამიწია დარეგული და ფსიქოლოგიურად სიზმრებსაც კი ვერ ხედავ. იმდენად თავისუფლად და მშვიდად ვარ. ესეთი სიმშვიდე მე არ მინახია და მე ხატწერი ვარ და რაღაცები მისავლი ახლა ხატწერაზე თეორიაც ვიცი და თეოლოგია ხატწერის და ესეთი სწავლება არის რომ არ შეიძლება ქრისტე ჯვარზე გამოხატო შეწუხებული რაღაცა ნატანჯი და სულ ეს მართლმადიდებლურად მშვიდად გამოხატავენ. და ახლა ეს მე თვითონაც ვიგრძენი ახლა ჯვარზე არავის არ უცმევარ, მაგრამ აი ზუსტად ქრისტე როგორი მშვიდი იყო ჯვარზე, ესეთი სიმშვიდე მაქვს. ეს საოცრება, ეს საერთოდ სახარება არის ცხოვრების წიგნი. ესე ქვია, ასე ეძახიან მამები, იქ ცხოვრება წერია. და თუ არ იცხოვრეო სახარებით, ვერასოდეს ვერ გაიგებო. ანუ ეს არ არის თეორია, ეს არის პრაქტიკა და თეორია ერთად და სახარება ჩვენთვის, რა თქმა უნდა და ერთადერთი ცოდნა არის, რომელსაც ღმერთი ვერ იძლევა. არისტოტელეს აქვს ნათქვამი, რომ წარსულსო ღმერთიც ვერ შველისო. ის მოხდა და მოხდა. ასევე ღმერთი ვერ იძლევა გამოცდილებით ცოდნას. გამოცდილებითი ცოდნა ეს არის ადამიანის მოსაპოვებელი. ღმერთი თავის თავს გამოგიცხადებს, გასწავლის, მაგრამ შენ უნდა გამოცადო ის და უნდა იცხოვრო ღმერთით და აი რომ იცხოვრებ, იქ გებულობ. აი ეს პერიოდი რაღაცნაირად აი ქრისტეს ჯვარცმის რაღაც მონაკვეთებს გებულობ, გამოცდილებით გებულობ. ეს საოცრება არის და ამიტომ ვამბობ მე რომ უფრო ცოცხლად ვარ. ეს როდის იგრძენით ეს შვება და ამოსუნ თქვა? როდის ვიგრძენი და როცა დამეპირისპირდნენ. ეს დაპირისპირება ხო დიდი ხანია გრძელდება რამდენიმე თვე. მაგრამ აი რომ გამოხატეს. აი როცა თქვათ ბოლო კრება გაიმართა, როცა თქვენ არ მიხვედით, თუ პირველ კრებაზე როცა მიხვედით, აი რომ შვების მომენტი როდის დადგა? მანამდეც აი როდის იცით რომ აი ყველაზე მეტად მე ვფიქრობ რომ როცა ფიზიკურადად ჩავერთე პროტესტში. მე პროტესტში არ ვერთვებოდი ფიზიკურად, არასოდეს არ გამოსულა, პირველად გამოვედი 2 ოქტომბერს.
და ცოტა იყო იქ ხალხი და 4 ოქტომბერმა რაღაც პროტესტი გააცოცხლა. და 4 ოქტომბერს რო გავიგე, 4 ოქტომბერს არ გამიგიე, მაგრამ რაც 4 ოქტომბერს მოხდა, რომ თურმე მთავრობას სისხლი უნდოდა და აწყობდა. ამან აი შინაგანად შემძრა. ეს უკვე დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ 4 ოქტომბერს მთავრობას სისხლი უნდოდა? რა თქმა უნდა. აი მამა ანდრია ჯაღმაიძემ რო თქვა იმედის ეთერში. მინდა მოუწოდო როგორც მამა დოროთეს, ისევე TV1-ს, ფორმულას, ნუ ძალადობთ, ნუ მორალისტობთ და მორალის სიმაღლიდან ნუ გვასწავლით ჭკუას. თუ ვინმეს უნდა შევარდნა პრეზიდენტის სასახლეში ძალიან ცუდია და არ ვემხრობით ამას, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტ შევარდნას, უჩვენოდ გააკეთეთ ეგეთი ამბები. ეს იყო კატასტროფა. კატასტროფა იყო იმ მღვდელზე არ უნდა ამბობდეს, რომ მამა დოროთე ნუ ძალადობ, შენ თუ გინდა ამ სასახლეში, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, უჩვენოდ გააკეთე. რა სიტუაცია მივიღეთ ადამიანების შევარდნა პრეზიდენტის სასახლეში, გაუგონარი ამბავი, რამდენჯერ მომხდარა მსოფლიოში თქვა, ხო, შეიძლება ჩამოთვალოს სულ, რომ ესეთი რამე მომხდარა სადმე. და აღმოჩნდა, რომ ავანგარდში ვინც მოუწოდებდა ხალხს არ გამოდითო, ჩვენი სასულიერო პირია ეკლესიის წარმომადგენელი. ძალიან უხერხული სიტუაცია. ხალხი, რომელიც ახლა დაპატიმრებული არის, მათ შორის დოროთეს მოწოდებებს გაჰყვა იქ და მივიდა იქ. ეს იყო დაკვეთა, რომ აი მთავრობას როცა მთავრობა ეძებს მოძალადეებს, მათი გაგებით მოძალადეებს. აგერ მღვდელი ეუბნება, რომ ჩვენი მღვდელი მამა დოროთე არის მოძალადე. და იქ არა საშინელება აღმოჩნდა, რომ წინ უძღოდაოთ ჩვენი მღვდელიო ამ იმასო პროტესტსო. მე შევახსენებ, მაგრამ თვითონაც მიტინგები იმდენჯერ მოუწყვიათ, თუნდაც ნარკოტიკის რეალიზაცია თუ რაღაცა რო იყო. თვითონ მოაწყეს მიტინგი. ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ლეგალიზაციის წინააღმდეგ თვითონ მოაწყეს მიტინგები. ეხლა იქ რო არ მოხდა შეჯახება ისა, მაგისგან დაზღვეული ხო თვითონაც არ იყვნენ. თუ მოლაპარაკება ქონდა მთავრობასთან ჩვენ გამოვალთ და თქვენ ისა, ეგ არ ვიცი, მაგრამ თვითონ აწყობდა ეს მიტინგი, მე არ მომიწყვია, რა თქმა უნდა. თუმცა უფრო რთული აქციებიც გვახსოვს, სადაც სასულიერო პირები წინარიგებში იყვნენ, იგივე 17 მაისი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. მაგაზე იმიტომ არ ვაკეთებ პედალირებას, რომ ის სასულიეროებს არ მოუწყვიათ, ისინი ჩაერთნენ და ძალიან ცუდად ჩაერთნენ, რომ აგრესიისკენ მოუწოდებდნენ და ძალადობისკენ. ხო და მე პირიქით გავაკეთე, როგორც კი აი ეხლა მოვიდა ერთი ახალგაზრდა, ნუ ხო სულ მეუბნებიან, მაგრამ ერთმა მითხრა ძალიან საინტერესო. მე ნუ ღლებსო პატივს არ ვცემო მამაო, დიდი ხანიაო, ღლებთან არ მაქვს საერთოდ არავითარი შეხება, ნუ რაღაცები მოყვა თავის ცხოვრებიდან და იქო მეც მინდოდაო, აი სურვილი მქონდაო ამ მთავრობის დამხობის და თქვენ რო გამოხედითო და არც ერთი შენობა არ გვინდა, მე წასვლა მინდოდაო, მაგრამ აი ეს რო თქვითო თქვენ ვიფიქრეო, რომ მღვდლების არ მწამსო, მაგრამ აი სასულიერო პირია და ხო არ დაუჯეროო. ეს 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს. ხო არ დაუჯერე, ეხლა მითხრა, ტაძარში იყო ჩვენთან მოსული. ჩვენ არც ერთი შენობა არ გვინდა. ჩვენ არც ერთი ჩვენ მთელი საქართველო გვინდა. ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ შეტევაზე არ უნდა გადავიდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ თავისუფლების სადარაჯოზე შეტევის გარეშე და თუ ისინი გადმოვიდნენ, მაშინ თავი უნდა დავიცვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ აქედან არ უნდა წავიდეთ და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თელ სამყაროს, რომ საქართველო წაგვართვეს და ისინიც უნდა დაგვეხმარონ აი ამ ბოროტების მოშორებაში. ხო არ დაუჯერო ვიფიქრეთო ჩვენ ბიჭებმა.
და არ წავედითო. და ეხლა მივხვდიო როგორ გადაგვარჩინეო. ადამიანები, რომლებსაც მართლა უნდათ ამ მთავრობის გადაგდება, ძალიან ადვილად წამოიგებოდე იმ მახეში, რომელიც მთავრობამ დაუდგა. ძალიან ადვილად. მე რო არ გამოვსულიყავი, ახლა მე ვყვები ამას და ხალხი წყვება, მაგრამ ისტორია რო გავა ეს დრო, ისტორია იტყვის, რომ მე იქ რაც გავაკეთე, ძალიან დიდი საქმე გავაკეთე, ღმერთმა გამაკეთებინა, იმიტომ რომ სისხლი არ მიუმატე. მაგრამ თქვენ ელოდით ამ დღეს რო დაიჭერდნენ თქვათ ამ საორგანიზაციო კომიტეტის ყველა წევრს. არა, რა თქმა უნდა. მე როგორ რაღაცნაირი ისეთი დღე იყო, ნაწილი რუსავალზე იდგა, ნაწილი შენობების გასაღებების გადმოსაღებად მიდიოდა, ნაწილს აქციაზე მყოფებისას ხმა არ ესმოდა, თქვენ ტრიბუნაზე ახვედით, სხვა ადამიანებიც ადიოდნენ. აი, რა მოლოდინი გქონდა თქვათ, სანამ ტრიბუნაზე ახვიდოდით და აი დღის ბოლოს რა შეგრძნება? მე პირველად რო ავედი, თქვი რომ აი დროშების რევოლუცია და ყველა ამას იძახდა მშვიდობიანს და ბავშვებით მოვდივართ და მე ხალხს როგორ მოუწოდები რომ ცოდნოდა რომ ეს ხალხი რო იძალადებდა აი ეს თვითონ ჩვენები ვინმეზე და ეს პროვოკაცია რო იყო მოწყობილი მე ხო არ მეცოდინებოდა და მოველოდი იმადგან ძალადობას აქციის მონაწილეები იქეთ რო დაიწყებდნენ ძალადობას ეს ჩემთვის აი დღესაც გაუგებარია რა მოხდა გესმით აი დღესაც ამიტომ სუსტად იმ მომენტში როცა ეს მოხდა მე არ ვიყავი მე ახლა დიაბეტიანი ვარ და ხშირად გადამოწმება მიწევს რაღაცების და მოწესრიგება მიწევს და გავედი იქვე დადიანზე ჩემი მეგობრის სახლში დაკეტილი სახლია ის მეგობარიც იქ იყო და გავედი ყავაც დავლიეთ და რაღაც დიაბეტის მოწესრიგდი რაღაცა და იქ გავიგე ეს რომ ახლა მივდივართ პრეზიდენტის სასახლეში გასაღები უნდა ავიღოთ და რაღაცა და თქვენ დღეს დადებით კონკრეტული არჩევანის წინაშე უნდა აიჩიოთ არ ქართველი ხალხი არ იმანიშვილი დახურება ჩვენ შევიმივებით ეხლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს დავიდეთ მეთქი, მაგრამ იქვე მყოფება ჩვენთან ვინც იყო. ახლობლები, აი, ვისაც ჩემი გულშემატკივარია, შეეშინდა და არ წახვიდეო და მე ვთხარ, სად არ წავიდე ხალხს მოუწოდე, გამოდით და ესეთი რაღაცა ხდება, რას მეუბნებით, სად არ უნდა წავიდე მეთქი და წავედი და მე რო წავედი, სადღაც ალბათ 5 წუთში იქვე ცარიელი იყო ყველაფერი ეს სცენა, ყველაფერი და პატაც მობრუნდა, მე ზოდელავაც მობრუნდა. და პატა ზემოთ რო იდგა ხელით ვაჩვენები ქვემოთ ვიდექი ხა ჩემით არ მინდოდა ასვლა მაგრამ მინდოდა აუცილებლად ასულიყავი და ხელით ვაჩვენებდი და პატა ვერ ხედავდა აქეთ-იქეთი ხედებოდა მაგრამ თვალებს იწმინდავდა ეს იყო გაზი რო შეასხეს და ხელით რო ვაჩვენე ამოდიო მითხრა ასვლა მინდა მეთქი და ამოდიო ავედი და იქ თქვი რომ ჩვენ არც ერთი შენობა არ გვინდა არც ერთი შენობა არ გაგვათავისუფლებს მაგრამ მაგის შემდეგ რუსთაველზე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. რუსთაველზე იყო ну ალბათ იმ ახალგაზრდებიდან 80% იყო პროვოკატორი, 20 გულანთებული ახალგაზრდა იყო, რომლებიც ითხოვდნენ რომ ჩავიდეთ და დავლეწოთ და ესა და მე გამოვედი და ხალხო არ გააკეთოთ ეს. რუსთაველზე თუ თავისუფლების მაიდანზე. თავისუფლებაზე თქვი პირველად, მაგრამ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო რუსთაველზე. უკვე რომ დაღამდა გვიან და კიდე კარგი ბათუმელებს ჩაუწერიათ ჩემი ისა ეხლა მე ჩასაწერად არ გამოსულვარი ხალხს მიმართე უბრალოდ და ჩაუწერია და დევს ეს ჩანაწერიც და აი იქ ნამდვილად გადავარჩინე რაღაცები უნდა დახავ შედევაზე ეს პროვოკაცია არ გადახვიდეთ არ გააკეთოთ ეს ნაბიჯი იდეით შვიდად ჩვენ განაცხადებული მოდეს შვიდობიანი აქცია თქვენთვის ეს 4 ოქტომბერი ბევრისთვის იყო აი მედგამაცრუებელი დღე რომ მაშრისთვის გამოვედით ის არ დაგხვდა რასაც ველოდით ზოგი ამბობდა რომ პირიქით ისედაც მშვიდობიან პროტესტშია ჩვენი ძალა და რევოლუციის იდეა საერთოდ საიდანაც მოვიდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი დგომა ხო აი თქვენთვის რა იყო დღის ბოლოს იმედგაცრუება იყო თუ აი კმაყოფილება იმით რომ ვიღაცები გადაარჩინეთ თუ ვერ გეტყვით რომ ძალიან მარც მძიმე იყო
და არც სიხარული. უბრალოდ ეს იყო სადაც ერთი ბრძოლა დამთავრდა მარცხით, ერთი. მაგრამ მარცხთან ერთად იქ იყო გამარჯობა ის, რომ ეს ხალხი, რომელსაც გარეთ გამოსვლის ეშინოდა, გამოვიდნენ გარეთ და არ შეეშინდათ. იმიტომ რომ შეშინებულები არიან, ბევრია შეშინებული, მაგრამ აი შინაგანად არავის არ უნდა. და ეს ამდენი ხალხი რომ გარეთ გამოვიდა, ეს ერთ-ერთი გამარჯვება არის. ამიტომ ჩვენ ესე თუ მიუდგებით, რომ რატო დავიწყეთ თუ დამმარცხდებოდით, მაშინ ძალიან ბევრი ომი არ უნდა დაგვეწყო. ძალიან ბევრი ომია, რომელიც ჩვენ წავაგეთ და თქვენი აზრით ეს ახლა უკვე დაკავებული ადამიანების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ არ ხართ პოლიტიკოსი და ესე გულშემატკივრის პოზიციიდან ადევნებდით, ხო, თვალს. აი თქვენ თქვით, რომ მოატყუეს პროვოკაცია იყო. მოტყუებულები არიან თუ კარგად ვერ დაგეგმეს და რაღაც სხვა მოლოდინი ჰქონდათ, რომ მოვლენები უფრო სპონტანურად შეიძლება განვითარებულიყო კარგი დაგეგმვის გარეშე. იცით, ადამიანი ყოველთვის საკუთარი თავიდან ზომავს. საკუთარი თავიდან გაზომვა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და პატამაც საკუთარი თავიდან გაზომა. და იქ შეცდა. იმიტომ რომ მიენდო ვიღაცებს, ვისი მინდობაც არ შეიძლებოდა. ანუ მაინც მოტყუებულია და არა კარგად ვერ დაგეგმავი. მოტყუებული არ არის. უბრალოდ მიენდო და მე ძალიან ხშირად მიფიქრია სხვათა შორის გეტყვით, მეც ძალიან ხშირად მინდობი ვარ ადამიანს და აღმოჩნდა ზოგი მოგზავნილი იყო, ზოგი ის იყო და გული გამტეხია, რა თქმა უნდა და ალბათ ყველა თქვენთაგანს და მე მიფიქრია, რა ჯობია. საერთოდ არ ვენდობოდე ადამიანს თუ მივენდოდა ესეთი გულგატეხილობები დამემართოს და თუ საერთოდ ადამიანს არ ვენდო, მაშინ ვერ ვიცხოვრებ. აი ძალიან ძნელია ცხოვრება. ძალიან რთულია. ერთი ის რო არის, რომ კეისარს რო ექიმი წამალს მიაწოდებს და კეისარი დალევს და რა ეჭვიო, რატო არ შეიტანებ, იქნებ წამლავდითო და მე ის ეჭვი მომწამლავდა მთელი ცხოვრება, ხო? აი მე ადამიანებს ყველას ჩემს მეგობრებს, ახლობლებს ყველას ეჭვით უყურო, გავგიჟდები, მაშინ ნამდვილად გავიქცევი უდაბნოში და აქ არ გამოვალ რუსთაველზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პატამოსტორი ნაბიჯი გააკეთა, მიენდო, იმიტომ რომ რაც პატას უნდა და ის უნდა ერს. მას პატას არ მოუნდომებია ერისთვის ამ თავრობის გადაგდება. ეს ერს უნდა. უბრალოდ პატა აი ზედმეტად დააიმედა, ამაში შეიძლება თქვათ, რომ შეცდა, იმიტომ რომ ესეთი აი გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება, მაგრამ მე რომ მეუბნებოდი თუ არ თქვაო, მეუბნებოდი, ვეკითხებოდი როგორ არის თუ არ თქვაო და მე ვთქვი ხა მგდელი ვარ, ხელს არ შეუშლი, თუ ასე დარწმუნებულიები არიან, თან პატას ვიცნობ, რა ვიცი, ჯერა მისი პატიოსნების ჯერა, მისი კაცობის ჯერა, მისი ღირსების და საქართველოს სიყვარულის ჯერა. და თუ ჩვენ 2012-ში ბიძინას ვენდეთ. აი პატას როგორ არ უნდა ენდო. თქვენ ეს ადამიანები არ მოგინახულებიათ, ხო, საპატიმროში? თუ გქონდათ შესაძლებლობა, როგორც სასულიერო პირი შესულიყავით? არა, საერთოდ მე როგორც ასეთი წერილს მივწერ მაქვს ეს უფლება, მაგრამ როდესაც ხალბეიშვილთან შევედი, იქ რა თქმა უნდა ჟურნალისტები დამხვდნენ და ახლა ჟურნალისტები საიდან რაზგებულობენ ეს მე კი არა შეიძლება ღმერთმაც ვერ გაარკვიოს ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ხო და იქ დამხვდნენ მე რომ მივედი და მე მეორე დღეს თუ მესამე დღეს იმ სამსახურიდან საპატრიარქოს იმ სამსახურიდან რომელსაც ევალება დამირეკეს რომ იქიდანო დარეკესო და შენიშნა მოგცესო მამა დოროთემო ჟურნალისტები მოიყვანაო და მე ვუთხარ ინტენსიურიდან დარეკეს ინტენსიურიდან დაურეკიათ იმ საპატრიარქოს იმ სამსახურისთვის რომელსაც ევალება ციხეებში მგლების შესვლა არ შესვლა მე ვუთხარ მე როგორ მივიყვანდი იქ პოსტივიც იყო და იმედი და ხან პოსტივის დაურეკავდი მოდით და ისა ხო ზღაპარია კი ბატონო იქ ფორმულაც იყო პირველიც იყო მაგრამ ისინიც იყვნენ და რაღაცა შენიშნა სავით მივიღე და ნუ ეხა ისეთი დაძაბულია ჩემს ირგვლივ იცით როგორ არის მე ადამიანებს უფრო მეც უკეთებ ქრისტეს ცნობიერად ვაზიარებ საერთოდ ზიარება ორგვარია
ქრისტესთან ცნობიერებით ზიარების გარეშე ზიარება დამღუპელია. პავლე მოციქული ამბობს, რომ დასაჯელადღებულობ თუ იმასო. ანუ თუ შენ ქრისტე არ გაარკვიე, თუ ქრისტე არ შეიცანი, თუ ქრისტეს სიტყვა ღვთისა თუ არ შეიცანი, ისე ღვთის სიტყვის სისხლსა და ხორცს რომ ეზიარო, ეს იქნება დასაჯელად. ამიტომ მე ერს უფრო მეც უკეთებ ვიდრე ზიარება. იმიტომ რომ ქრისტესთან ცნობიერი ზიარების მერე უნდა მოხდეს ის ზიარება, რასაც ქვია ქრისტეს სისხლი და ხორცი, ღმერთს შეერთებული ქრისტეს სისხლი და ხორცი. ამიტომ პატიმრებს უნდათ, მაგრამ მე მინდა რომ ის პატიმრები ტაძარში ვაზიარო. მე მინდა რომ ისინი მალე გარეთ იყო და მე უფრო დიდს ვაკეთებ ვიდრე ციხეში მისვლას და ვცდილობ და ვაკეთებ იმას, რომ პატიმრების გვერდით ვიყო და იმ ხალხის გვერდით ვიყო, ვინც საქართველოს განთავისუფლებას ცდილობს. თქვენ თქვით, რომ ჩემ გარშემო დაძაბულობა დიდიაო, ხო? ზუსტად ეს არის მთავარი ამბავი, რომელზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც რამდენიმე ნაწილიანი ამბავი, რომელიც ჯერ კიდე გრძელდება, ხო? ფინალი არ ვიცით ამ ამბის. ორჯერ დაგიბარეს საპატრიარქოში სხვადასხვა სტატუსით, ხო? ერთხელ ანდრია ჯაღმაიძემ დაგიბარა და იქ მიხვედით, ამ საუბრის ჩანაწერი მე მედიაში გავრცელდა. მეორედ უკვე საეპარქიო ხდომაზე დაგიბარეს და აქ აღარ მიხვედით და ითხოვდით წერილობით მიგეღოთ რა იყო თქვენს საწინააღმდეგო არგუმენტები, რომელიც უნდა განხილულიყო, ეს არ მიგიღიათ, მაგრამ სამაგიეროდ ვნახეთ ამ ხდომის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ არასაპატიო მიზეზით გამოცხადით და ამის გამო გაფრთხილება მოგეცათ და იქვე იყო ნათქვამი, რომ მამა დოროთეს საჯარო გამოსვლებში, როგორც ამბიოინდა ისე მედიაში, იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევებიო. და ეს არ არის პირველი ბრალდება, რომელიც გაისმა თქვენს მიმართ, ეპისკოპოსსაც გამოუთქვამს თქვენს საჯარო განცხადებებზე პრეტენზია, პროპაგანდისტული არხებიც მოდიან ხოლმე და სხვადასხვა კომენტარზე გთხოვენ პასუხს და ეს ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია, ხო, არ ვიცით საბოლოოდ რითი დამთავრდება. თქვენ ყოველდღე დადიხართ რუსთაველზე რამდენიმე დღეა, ხო, უკვე. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ ამბის ბოლო? გეტყვით ერთ რაღაცას, რომ საერთოდ განიკითხავ. ეს სიტყვა ძველი სიტყვა და ახალ ქართულად ნიშნავს გაასამართლებ. ანუ დაადებ სახელს. აი მაგალითად მამები როგორ გვასწავლიან, ვიღა იმან გიორგი მოიპარა, ეს არ არის განკითხვა, ეს არის ფაქტი. მაგრამ გიორგი ქურდია, ეს არის განკითხვა, ანუ უკვე გაასამართლე შენ და ქურდის სახელი დაადე და მორჩა, ის ქურდია. განკითხვა არის ზუსტად აი ის რა წაიკითხეთ რა იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. ანუ ეს არის ჩემი სახელის გატეხვის მცდელობა. რომ მე უზნეო ვარ, მაგრამ რაში არ წერია. დისციპლინური გადაცდომა რაში ვარ, უდისციპლინო, ქრისტეს სწავლებაში თუ რაში და მესამე ცილისმწამებლური. ვიზა ვწამე ცილი. გესმით, აი თვითონ ანდრია არის ცილიმწამებელი, როცა მე მეძახის რომ ძალადობ, სად ვიძალადე, სად ნახა. ანდრია ჯაღმაიძეს გულისხმობ. დიახ, მამა ანდრია ჯაღმაიძეს გულისხმობ. რომელიც არის ამ იმის ის კი ხო, მაგრამ ამ კომისიის წევრია, რომელიც მე ცილს წამებს და მე უნდა მომთხოვოს პასუხი ცილის წამებაზე. ეს არის ყოველად დაუშვებელი. პირდაპირ იმედის ეთერში დაანონსა ჩემი დაბარება. ცოტა ჟარგონით ვთქვი, გაიბლატავა, დამამცირა, დავიბარებთ და ეპიდემიას დავადებთ, ეს ეპიდემია უცხო სიტყვაა და დავჯით. მაგრამ გამოსასწორებლად, ესე იგი ანდრია ჯაღმაიძე მე უნდა გამამასწოროს. ეს თუ თავისი სიტყვებია და მე უფეშიოს არ უთქვამს მისთვის. მაშინ მას ამის თქვის უფლება არ აქვს. რომელიც არის პატრიარქის თანამოსაყრე. შეიძლება არ ერკვეოდეს საეკლესიო დავიბარებთ. ესე იგი მაშინ ამბობს მე უფე შიოსიმი დაიბარებს, მე უფე შიო და დასჯის, ესე უნდა თქვას.
მაგრამ თვითონ რომ ამბობს დავიბარებთ ანდრია ჯაღმაიძე, ისი დამბარებელია, მამა ანდრია ჯაღმაიძე არის დეკანოზი. ხო და აი ესეთი საუბარი პირდაპირ ტელევიზიაში და პირდაპირ ჩემზე ცილის წამება ეგ არის აი მღვდლისგან ასეთი საუბარი მღვდელზე ეგ შეუძლებელია. თქვენ თქვით თუ მისი სიტყვებია და მაშინ მისი სიტყვები შეიძლება იყოს. არა, მისი სიტყვები არ უნდა იყოს. ეპისკოპოსის სახელით უნდა საუბრობდეს. სიტყვა შეიძლება მან თქვა, მაგრამ კურთხევა ეპისკოპოსისგან უნდა ქონდეს ჩემს დაბარებაზე. მაგრამ ჩვენ არ ვიცით აქვს თუ არა ეს კურთხევა. მე არ ვიცი, მაგრამ თუ მან თქვა რომ ეს დავალებული იყო ჩემთვის, მაშინ კი ბატონო, მაგრამ თუ ეს დავალებული არ იყო, თვითონ მამა ანდრია საიდან საუბრობს? იმიტომ რომ ამ კომისიის შემადგენლობაში ეს დასკვნა რაც გამოქვეყნდა მეუფეშიო არ არის არღებულობდა მონაწილეობას მიტროპოლიტი თევდორე ბოაძე იყო. მე რამდენადაც ვიცი სამი დეკანოზი და ერთი სატელეფონო ჩართვით იყო. იმიტომ რომ აქ არ იყო მითითებული რაც გამოაქვეყნა მე. ხო და არ ვიცი რატო. შეიძლება ჩართვით იყო და არ უნდა და რო დოკუმენტში მისი სახელი მოხვედრილიყო. მე რასაც ვამბობ ახლა ჩართვით იყო, ეგ მითხრეს რომ ჩართვით იყო და იმიტომ არ ქონდა, თორე იმას მეუფეშიოს ხელმოწერა უნდა ქონოდა. მაგრამ არ ქონდა მეუფეშიოს ხელმოწერა და ქონდა მდივანის ხელმოწერა, წესით ყველას ხელმოწერა უნდა ქონოდა. ხო და არ იყო და არ ვიცი ხა შეიძლება არ ჩართვით იყო მე ხა ცილს ვერ დავწამებ ნამდვილად იქ ცილი წამებას წამებენ მაგრამ რაც მითხრეს ცილი წამება პრინციპში განმარტებულია ამ დოკუმენტში და არის ნათქვამი რომ იგულისხმება ამ ცილის წამების გავრცელებაში შეიძლება რომ ეს სხვაც მაგრამ კონკრეტული მაგალითი აქვს მოყვანილი თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს საპატრიარქოში შეხვედრისას ამას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხიო წინა შეხვედრას იხსენებს. ხო და რომლის შინაარსიც პრინციპში მედია მიცის. მამა ანდრია ხშირად იტყუება. ძალიან ხშირად იტყუება. როდესაც მე პირველად დამიბარეს მამა მიქაელ ბოდგოელმა მითხრა მე და მამა ანდრია გამოვედით ახლა მეუფეშიოსგან და მეუფეშიოს კურთხევით დაბარებული ხარ ამ და ამ დღეს ანუ ხვალ პირველ საათზე თუ ორ საათზე. ხო და ჟურნალისტები რომ მივიდნენ მამა ანდრიასთან. მამა ანდრიამ თქვა და რო კითხეს მეუფეშიამ დაიბარა, მეუფეშიო რა შუაშიო კომისიამ დაიბარა. ან დამალა ის და რატო რატო აკეთებს ამას? ოღონდ ის მე მგონი სხვა კომისია იყო. პირველი კომისია. პირველი იყო ზნეობრივი კომისია და არა ეს საეპარქიო. პირველი კომისია მეუფეშიომ დამიბარა. ახლა იმ კომისიას რა დაარქმევენ, ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მეუფეშიო სახელით ვიყავი დაბარებული. რომელიც არ იყო ამ შეხვედრაზე. არ იყო, მაგრამ მე მისი სიტყვები თუ მისი აზრი გადმომცეს და პირველივე იმაზე მამა ანდრია მოარყო, რომ არა მეუფეშიო რა შუაშიაო და ტყუილი თქვა. ტყუილი უთხრა. და არ ცოდნია რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ ეს ჩამაწერი თუ რა ვიცი და ეს მეც არ ვიცოდი მაგალითად იქ არ ჩანს იმაში ჩემი ინტერვიუ სადაც არის ჟურნალისტი მეკითხება კი ბერთან დამხვდა ნატა ქვია პირველი ჟურნალისტი ხო და კი ბერთან და მამა დაბარებული იყავით კი რა ვიცი დაბარებული ვიყავი რა იყო აქ დასამალი კი და უყვები რაღაცებს და როცა მითხრა რომ იქო მესამე ხმარო ისმისო ის ვინ არისო მე ვუთხარი მოსმენილი გაქვთ მეთქი და გაიცინა კი მოსმენილი გვაქვს ანუ მეც არ ვიცოდი რომ ის ჩანაწერი მათ მოსმენილი ქონდა მე ისევე უბრუნებოდი კი ვიყავი დაბარებული და ასე შემდეგ და არც ის ვიცოდი მამა ანდრიასთან მისულები იყო მე მეგონა პირველად ჩემთან მოვიდნენ და ამიტომ თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ეს ჩანაწერი შეიძლება მე არ მიმიცი ხო ეს რამდენიმე ინტერვიუში მოვისმინე მაგრამ ვინც შეიძლება მიეცათ ანდრია ჯაღმაიძეს ყველა იწერდა მე მაგალითად ის ოფიციალურად ჩავიწერე მე განვაცხადე ახლაც განვაცხადე მე მაგ ჩანაწერის გამოქვეყნების უფლება ახლაც მაქვს მაშინაც ჰქონდა იმიტომ ეს იყო საჯარო გამოსვლებზე იყო პასუხის მოთხოვნა ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ იმაზე არ დაუბარებიათ იქ პირველ სიტყვას ამბობს მამა მიქაელი რომ შენი ასეთი აქტიურობა არ მახსოვს. რომელი აქტიურობა რა ქრისტეზე ხადაგება? ჩემი ხადაგებები დევს, რა ვიცი. და წიგნები მაგ გამოშვებული როგორ არა ვარ აქტიური. რომელ აქტიურობაზე მეუბნებით მამაო მეთქი? მაინც ვკითხე. აი საჯარო აქტიურობა რა არის?
პოლიტიკა არ არის? აი ეს ისინი ეძახიან პოლიტიკას, მაგრამ მე არ მეძახი პოლიტიკას. მაგრამ საჯარო აქტიურობის გამო, აი პოლიტიკას არ დავარქვენ. საჯარო აქტიურობის გამო ვიყავი დაბარებული. მაგრამ არ იყო განსაზღვრული არც კონკრეტული განცხადება და არც დრო მითითებული რო აქედან აქამდე. არა, არ ჩინაარსი. ეს აი ეს მოთხოვნა, მოდი ესე ვიტყვი, რომ ჩაუვარდათ მაშინ, როცა მე უთხარი, რატომ მე 2012-ში აქტიური ვიყავი მეთქი. და მამა მიხაილის პასუხია ესეთი: იყავი? ანუ რო დაინახეს, რომ ნაციონალების წინააღმდეგაც მე ხო ნაციონალად მთლიან, თავრობა მეძახის, რომ მე ვარ ნაციონალი. და რო დაინახეს და ეს მამა ანდრია მიცოდა, მე რომ 2012-ში აქტიური ვიყავი და მამა მიხაილმა რატო არ იცოდა, რატო არ ახსოვდა, ძალიან მიგვირს. და მე აქტიური ვიყავი. ძალიან საშიშროებებშიც ვიყავით ჩვენ. და არ გავჩერებულ ვართ მაშინ. იმიტომ რომ ის არ შეიძლებოდა. მაშინ უფრო მეტი სასულიერო პირი იყავით, ვინც აქტიურობდით, ვიდრე ეხლა ხართ, თქვათ, აი პროტესტის მხარეს. მაშინ მე მონასტრის წინამძღვარი ვიყავი და რა თქმა უნდა, ბევრი ვიყავით. ჩემ ძალიან დიდი მონასტერი მქონდა. ნუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონასტერი იყო, დიდი რაოდენობით, დიახ, მამების და დედების. ნუ დედების რაოდენობა სხვა მონასტრებში უფრო მეტია, მაგრამ მამები იმდენი არსად არ იყო, მაშინ და არც ახლა არის არსად. მაგრამ ეს მაინც ერთი კომუნა იყო, ხო? აი სხვა სხვადასხვა მონასტერი იყო, მაგრამ მე ხელმძღვანელობდი. სხვადასხვა ადგილას იყო და სხვა ძირითადად თქვენი გარშემო შეკრებილი სასულიერო პირები ხართ, ვისაც ხალხი ხედავს აქციაზე. აი თელ ეკლესიაში მაშინ უფრო მეტი იყო ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე სასულიერო პირები თუ ეხლა მეტია? მაშინ ძალიან ბევრი იყო. მაშინ მე მიტინგებზე არ გამოვდიოდი. საერთოდ არა ვარ ეს მიტინგი. ეხლა ბოლოს გამოვიდი, თორე არც ერთ მიტინგზე არა ვარ ნამყოფი. თვლით რომ სწორი იყო გამოსვლა, ალბათ კი. მაშინ? ეხლა. ეხლა სწორია, რა თქმა უნდა. და მაშინაც ისინი სწორები იყვნენ. მაგრამ ისინი ეხლა რო დადუმდნენ, აი აქ უკვე ეჭვმეპარება. გესმით, თორე ისინი სწორები იყვნენ. მამა ანდრიას მე რო უთხარი, შენ ხო იყავი აღშფოთებული? კი, ხო თქვა, დაადასტურა. სწორი იყო, ასაშფოთებელი იყო ის მოქმედებები, რასაც იქ ნაციონალური მოძრაობა ბოლოსკენ აკეთებდა. აღშფოთდა ყველა და მამა ანდრიაც აღშფოთებული იყო, კიო და აი ეხლა რომ ციხეში რომ ბაჩიაშვილი ცემეს და პროკურატურა აცხადებს თავისი თავი იცემაო, რატო არ არის აღშფოთებული? აი ეს კითხვა დავსვი მე. და რამე პასუხი მიიღეთ? იმ ჩანაწერში არ ჩანს ეს პასუხი. არა. მე არ მithქვამს ეხლა რატო არ ხართ აღშფოთებული, მაგრამ მაშინ ხო იყავით ვეუბნები და ეხლა ჩუმად გვინდა ვიყოთო და ბატონო იყავით ჩუმად, მაგრამ რაღაცა მიგებრძოებას აქვს ადგილი. და ამ შეხვედრის გარდა, რომლის ჩანაწერით პრინციპში იცის საზოგადოებამ, ხო და შინაარსი. თქვა სხვა სასულიერო პირებთან, რომლებიც აი მაშინ აღშფოთებულები იყვნენ და თავსვალდებულად თვლიდნენ, რომ საჯაროთაც თავისი აზრი დაიფიქსირებინათ. ეხლა თუ გაქვთ რაიმე კომუნიკაცია და იცით რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე? მაგათთან კომუნიკაცია მე მაშინაც არ მქონდა და არც ეხლა მაქვს. მაგრამ ჩემებთან რა თქმა უნდა მქონდა და მაქვს და ჩემები მაშინაც ის იყვნენ და ეხლაც ის არიან. სხვა დანარჩენთან არ მე საერთოდ ესეთ რაღაცებზე ადამიანებს არ უწოდებ, მაგრამ როცა ჭეშმარიტება სიმართლე იგმობა, იცით როგორ არის, აი მეუფე სტეფანემ ჩემზე თქვა, რომ აი სიმართლესო ჭეშმარიტებას ეძახისო და ჭეშმარიტება სხვაა და სიმართლე სხვა არისო, არადერთი და იგივეა. მაგის სიტყვები არის სიცრუე ღვთის წინაშე, არაფრით არ შეიძლება ამ მორალით და ამ დამოკიდებულებით და ამ სიმართლით იცხოვროს ერმა. იმაჩნია, რომ ეს არის მტრობა ეკლესიისა, რასაც დოროთე ლაპარაკობს, ეს არის მტრობა ეკლესიისა და მტრობა ბავშვებისა, მტრობა ქვეყნის. სიმართლე და ჭეშმარიტება ეს ერთი და იგივეა, ჭეშმარიტება უცხო სიტყვა. და ამიტომ, როდესაც ამბროსი ხელაია, დააკვირდით, არის მაქსიმე ამხსარებელი ეკლესიაში, რომელსაც დაარქვეს ამხსარებელი. მაქსიმე ამხსარებელი
იცავდა ქრისტეს სწავლებას, დიოფიზიტობას, ანუ ორბუნებობას და ებრძოდა მონოფიზიტობას, ანუ ერთბუნებობას. ეს ერთბუნებობა ნიშნავს, რომ ქრისტე იყო მარტო ღმერთი და მას კაცობრიობი ბუნება არ ჰქონდა. ის მოჩვენებით იყო კაცი. ესე როგორც აბრაამს გამოეცხადა ანგელოზის სახით ღმერთი, აქ ჩვენ გამოგვეცხადა კაცის სახით, ადამიანის სახით და ადამიანი არ გამხდარა. ადამიანი არ შეუმოსია, ეს არის მონოფიზიტობა. და დიოფიზიტობა არის ადამიანი და ღმერთი შეურევნელად და ამას იცავდა. ამიტომ ქვია ამხსარებელი. ეხლა ჩვენმა ეკლესიამ, არ ვიცი მე უფე სტეფანი იყო თუ არა მაშინ სინოდის წევრი, რომელმაც ამბროსის დაარქვა აღმსარებელი. აღმსარებელი რო დაარქვეს ამბროსის, მე კითხვას ვსვამ, რამე ქრისტიანულ სწავლებას იცავდა? რამე ორბუნებობას, ან ქრისტეს ორნებას თუ ერთნებას თუ ერთპიროვნებას თუ რამე იყო ისეთი ამბროსის წინამდე, რომ რამე შენ სწავლებაში გეშლება და ამბროსი რამე სწავლებას იცავდა? არა, ერს იცავდა. ერს იცავდა გარუსებისაგან, დაღუპვისაგან, ტყვიისაგან, მკვლელობისაგან, ძარცვისაგან. ეს არ არის ჭეშმარიტება? ეს არ არის სიმართლე? ესე იგი მაშინ ამბროსი ამხსარებელი არ ყოფილა და სინოს ტყუილა დაურქმევია, პატრიარქ ტყუილა დაურქმევია ამბროსის, იმიტომ რომ ქრისტიანული სწავლება იქ საერთოდ არ არის. ქრისტიანული იმ გაგებით, ქრისტეზე სწავლება. ანუ მე უფრო ამბობს, რომ აი ბარბარეო ქრისტეს უარყოფის გამო აწამესო, თორე ქუჩაში რო ბავშვებს ცემენ რა შუაშიაო. სიმართლე 1000-ია. როგორ თუ რა შუაშია? როგორ თუ რა შუაში? მაშინ ამბროსი ამხსარებელი არა, ამოიღონეს ამხსარებელი და თქვან რაღაც წმინდა ამბროსი. ხო და ამბროსი ამხსარებელია და ამავდროულად ჩვენც ყველანი ვინც იქ ვდგავართ, ამხსარებლები ვართ. ფიქრობთ ხოლმე ვისაც ღმერთის თქვენ როგორ შეხვალთ ეკლესიის ისტორიაში? არა. ეს მაცდური ფიქრია, ხო? იცი რა არის, აი არასოდეს არ მეფიქრია, პოეტებს აქვთ ეს გალაქტიონს ისე რომ რა ხალხი რა სიტყვის, არასოდეს არ მეფიქრია ხალხი რა სიტყვის ჩემზე. დღესაც არ ფიქრობ. ხალხმა ძალიან ცუდი რაღაცა რო თქვას, მე მაინც იმას ვიტყვი რა სათქმელია. ამიტომ მე ერთ რაღაცას ფიქრობ, აი, იცით როგორ არის, აი, ქრისტემ რო თხარა, ხალხი რას ფიქრობს ჩემზე, ვინ ვარო მე, მოწაფეებს კითხა. და ვიღაცა წინას არ მეტყველი ვიღაცას ესვენს. თქვენ რას ფიქრობთ და პეტრე მოთხა შენ ხარო ცოცხალი ღმერთი, ცოცხალი ძე. და როგორ ფიქრობთ, ამით ქრისტე განდიდდა თუ პეტრე განდიდდა? პეტრემ შეიცნო ქრისტე. ალბათ უფრო პეტრე. ხო, თორე ქრისტე ის იყო, რაც პეტრემ აღმოაჩინა. ამიტომ თუ ჩემში ხალხი ქრისტეს აღმოაჩენს და ქრისტეს სიტყვას ბედნიერი ვიქნები. თუ აი ეს ხედავთ თქვენ მისიას? ჩემი მისია, მე გეტყვი, ჩემი მისია რა არის? რომ ჩემი მისია არის ხალხს განუცხადო ჭეშმარიტება, ქრისტე და ხალხს დაუბრუნო ეკლესიისადმი რწმენა. და მე ეს მოვახერხე. და ყველა გონიერი ადამიანი რაღაცნაირად აღმოჩნდა ეკლესიის გარეთ. რატომღაც. ამიტომ მე ეს გავაკეთე და ვაკეთებ. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი, ვიდრე არქიმანდრიტობა, ვიდრე ეპისკოპოსობა, ვიდრე პატრიარქობა. არაფერი ეს მე არ მინდა. ამით ვაკეთებ, რითაც ვაკეთებ. და ამაში მე ჯვარი არ მჭირდება. მაგალითად აი თუ დავიჯიან რა, როგორ რა იქნება. უბრალოდ გული დამწყდება, რომ ის ხალხი ვინ ჩემთან დადის და ჩემი იმედად არის და ტაძარი რო ივსება ამ მე პროტესტე ხალხით, რომელსაც ღმერთის წამზარ ზოგი ტაძრიდან გააგდეს, ზოგი თვითონ წავიდა. აი ამ ხალხს ვაზიარებ ღმერთს და იქვე ტაძარში ვაზიარებ პირდაპირ გაგებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი ეს რომ მოაკლდება იმ ხალხს. ეს შემაწუხებს, მაგრამ იმ ხალხს ქრისტე არ მოაკლდება იმ გაგებით, რომ მე ქრისტეს განუცხადებ და სხვათა შორის რო იცოდეთ. ჩვენი ეკლესია ძალიან ახალგაზრდაა. ძალიან ახალგაზრდა, 35 წელს არის სადღაც და განსანათლებელია. დამოუკიდებლობის მოპოვების მერე გულის. დიახ, თორე ნუ აგ ეკლესია ხალხია ხო და ძალიან ახალი მისულები ვართ, ძალიან ახალი და ამიტომ ქრისტიანობა საქადაგებელია. რატომღაც არ მოხდა. ეს საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეხლა კი ალბათ ამ პროტესტთან და
დემონსტრანტების დაცვასთან ასოცირდებით საზოგადოების დიდ ნაწილთან, მაგრამ რომელსაც გაქვთ სასულიერო განათლება მიღებული, რაღაც წლები ელოდებოდით სტატუს, ხო, რაღაც ანამორჩილი გახდებოდით და ასე შემდეგ და თვითონ ამ ერთი შეხედვით მოსაწყენ და ერთფეროვან ცხოვრებაშიც, რასაც სამღვდელოებაში ყოფნა ქვია და მით უმეტეს ბერობა, ბევრი სხვადასხვა რამე გაქვთ მოსინჯული, ხო? აი ხატმწერი იყავით, ეკლესიებს ხატავდით, დიდ მონასტერს წინამძღოლობდით, რაღაც როგორც წალკაში, მერე სამებაში, ამ ბევრი სხვადასხვა ცხოვრებით გაქვთ ნაცხოვრი ამ ერთი შეხედვით ერთნაირი ცხოვრების სტილის მქონე სივრცეში, ხო? იმიტომ რომ ბერობა მაინც უფრო ალბათ ერთფეროვნებასთან, ასკეტიზმთან და კაც რუტინასთან ასოცირდება. ეს როგორ მოახერხეთ, აი ცნობის მოყვარეობის გამო, რომ სულ გინდოდათ უფრო მეტი მხრიდან დაგენახათ ის რასთან მიახლოებასაც ცდილობთ, თუ თვითონ ეს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ბერობა და სასულიერო პირის ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი და რუტინულია, არასწორია და პირიქით შეგიძლია ბევრი რამე სცადო ამ სივრცეში. ბევრი სასულიერო პირი არ არის ესეთი ბიოგრაფიის და ცხოვრების გზის, როგორიც თქვენ, ხო? საერთოდ ბერობა არის პარადოქსი. ბერობა და ის მოძღვრობა, ეს როგორ ხდება, იცით, აი სიმუხტის მეტყველს აქ. შენო აენთეო ქრისტეთი და ვისაც ცივაო, ყველა შენთან მოვაო და შენს ირგვლივ შეგროვდებიანო. აი საოცრებაა, ბერი მიდის და იმალება. მასთან მოდის ქრისტე, აენთება და მას არ შეუძლია ეს ხალხს არ მიცეს და მის ირგვლივ ხალხი გროვდება. ანუ ყველა ბერს არ ემართება ეს, მაგრამ მე ბერი არა ვარ. მე ვარ არქიმანდრიტი, ამას იმედის იმასაც უხსნიდი და ვერ გებულობენ. არქიმანდრიტი ეს უკვე ადრე როგორ იყო, იცით, აი მღვდელ მონაზონი იყო, რომელიც მონასტერში იყო და წირავდა, ლოცულობდა, არაფერს არ ამბობდა. იღუმენი იყო კაცი, რომელიც მონასტერში წირავდა და მამებს, ბერებს იქ უქადაგებდა და ასწავლიდა. და არქიმანდრიტი იყო კაცი, რომელიც ბერებსაც ასწავლიდა, მწვალებლებსაც ამხელდა და სწავლებითი განათლება უნდა ქონოდა მაღალი, რომ უნდა შეეძლო ქრისტეს და ქრისტიანობის დაცვა. ესა ვარ მე, არქიმანდრიტი. მეტად მქადაგებელი, ვიდრე ასკეტი ბერი. მქადაგებელი და სწავლების გამსწორებელი. და ამიტომ იმიტომაც აღმოჩნდა, რომ მე იმ ხარისხზე ვდგავარ. არქიმანდრიტი ეს ძალიან დიდი ხარისხია. მე ბერობაში ყველაზე მაღალი ხარისხი არის არქიმანდრიტი, მით უმეტეს ორჯერიანი არქიმანდრიტი და ეს ვარ მე. ესეთი და რამოდენიმეა ჩვენს ეკლესიაში და ეს სტატუსი როდის მოგენიჭა? პატრიარქმა მომცეს ყველაფერი. არა, წელი რომელი? ალბათ არ ვიცი, 7 ბოლო ჯვარი. ალბათ 6-7. არა, 2006-2007. ანუ თითქმის 20 წელია. კი, დიდი ხანია და თან ისა პატრიარქმა მაჩუკა, მეორე ჯვარი რაც მაჩუკა, სოფლიო პატრიარქის ნაჩუქარია და აწერია ძმა ილიას ხელით ნაკეთი. თავისი ჯვარი მაჩუკა, იმდენად პატივს მცემდა და პატივცემს, ახლა სხვა მდგომარეობა არის და სხვა ისა და ის რა თქმა უნდა ის ჯვარი ჩემთან იქნება, ოღონდ იქეთ არ წავიღებ აქ დავტოვებ. და როცა ამ ხარისხს განიჭებენ, არ ვიცი ეს როგორ არის სასულიერო ცხოვრებაში, რამე ახსნა განმარტება მოყვება, რომ აი, იმიტომ რომ შენ ეს კარგად გააკეთე, იმიტომ რომ შენი მისია ამიერიდან ეს არის, თუ უბრალოდ გაძლევენ ხარისხს? პატრიარქი ვინც გაძლევს, ის უნდა გიცნობდეს და შენი მოღვაწეობაც უნდა იცოდეს. ახლა პატრიარქი იცით თქვენთვის თუ მოყვა ამ ხარისხს განმარტება, რატო გეძლეოდათ მაშინ? ანუ ესეთ საჯარო არ მოყოლია იქიდან გამომდინარე, რომ მე სამების წინამძღობა ჩემინებით დავტოვებ პატრიარქს უთხარი, რომ იქ თქვენ რო გინდათ მონასტერს გახსნა. იქ მეწავალ მეთქი და პატრიარქი პირველი ვიყავი, ვისგანაც ეს გაიგო თავის სიცოცხლეში. ეს პატრიარქისთვის არავის არ აქვს ნათქვამი, რომ სამების ცენტრალურ ტაძრის წინამძღობას კაცი ტოვებს და მიდის სადღაც უდაბნოც არ არის. აი უდაბნო კარგია ბერებისთვის, უდაბნოს მაინც სახელი აქვს. სოფელი, დანგრეული, განადგურებული, მშიერი ხალხი, კავკაზია ის ხო, სტარკის სოფელი თან, საიდანაც ყველა გარბის
ყოველ დღე ერთ სახლს შლიდნენ, ვიღაცები მოდიოდნენ და ვიღაცა დატოვებულ სახლს შლიდნენ, მიქონდნენ, იპარავდნენ, ანუ საშინელება იყო. ხო და ის სოფელი უნდა შეგვენარჩუნებინა, ესეთი ის მოხდა და პატრიარქმა იცოდა მე რა გავაკეთე და რას ვაკეთებდი და იცოდა და იცის რომ ეკლესიაში არ მოვსრულო პატივებისთვის, ახლა სამების დაძრის, წინამძღვრობის საკუთარი ნებით დათმობა კიდე არ მოხდება ერთი საუკუნე გავადა. და ეს ბევრ როლზეც კითხავთ, ანუ აი ხატმწერი, მასწავლებელი, წიგნების ავტორი, ქალაქ გარეთ რთულ რეგიონში მონასტრის წინამძღვარი, ქალაქის ცენტრში დიდი ეკლესიის წინამძღვარი, როგორ ირგებდით ამ სხვადასხვა ცხოვრების წესს? ძალიან საინტერესო კითხვაა, სამები წინამძღვარი. ცნობის მოყვარეობას დაყავდით, აქ თუ ბედს თუ იღბავს თუ ღმერთის ნებას. სამები წინამძღვარი რო ვიყავი, რა თქმა უნდა პატივში ვიყავი, პატრიარქი ყოველ დღე ამოდიოდა და პატრიარქთან ვიყავი, პატრიარქს ყოველთვის ჰქონდა სახელი და დღესაც აქვს და ვინც პატრიარქის გვერდით არის ის ერს უნდა, მაშინაც მით უმეტეს უნდა და სამებას აშინებდა და ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩემთან. ძალიან ბევრი ხალხი იყო. ათასობით, რა ვიცი. ხო და მაგრამ სურვილები და საჭიროებები სხვა ქონდათ ვიდრე ქრისტე. მე არ მიყვარს როცა ჩემთან ადამიანი მოდის რაღაცა ამ ქვეყნიური რო უნდა, აი ვიღაცასთან რომ მივიდე, ვისაც მე ვიცნობ ან თავრობაში და უთხრა რომ აი ეს იქ დანიშნოს ან რაღაც, აი ამას ვერ ვიტან, იმიტომ რომ ჩემთან ქრისტესთვის უნდა მოხვიდე. თუ ეს ხალხი ერისთვის მოდიოდა. უმეტესობა მაგისთვის, უმეტესობა რაღაცა პირიქით თავის რაღაცა აქვს და რომ დაგეცვა, რო ეთქვა რომ აი მამაო ჩემი მოძღვარია და რაღაცა და ვიღაცა არ სახლის მშენებლობის ნებართვასავე. ხო, არ გაკარებოდა, არა, ქონდა ნებართვა, მაგრამ ვინმე რო არ გაკარება, ან რაღაცა. დღეს ეკლესიაში უმეტესობა აი რომ მთავრობასთან გავლენები რო აქვთ ერარქებს. და მათთან რო არიან ვიღაცები, არიან, იმიტომ რომ რაღაცა ტენდერს აგებინებენ, რაღაცას არის და ეს ხდება. მე ეს არ შემიძლია. ეხლა მაგალითად ეს მთავრობა წავიდა და მოვიდა ის მთავრობა, რომლის გვერდით ეხლა მე ვარ. არც ერთთან არ მივალ. არ არსებობს. შეიძლება მაგათაც დავუწყო ბრძოლა, თუ რაღაცა დაარღვიეს. იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემთან ადამიანები ქრისტეს გამომოდიოდეს და არა რაღაცა მიწიერის გამო და როცა ოქროს აბადოს თავზე დგეხარ, იქ ვიღაცებმა ოქროს თხარა რომ დაიწყონ, არ უნდა გაგიკვირდეს, ხო? ეგ მე ვიცოდი, შინაგანად ვიცოდი და ამიტომ წავედი იქ, სადაც ქრისტეს მეტი არაფერი არ იყო. სადაც ნახშირის საბადო იყო. ხო და ნახშირიც არ იყო. იყო გეტყვი რას რომ მეკითხებოდნენ, ესე ხუმრობდი. წალკაში რა მოდისო და მე ვუმნობდი კარტოფილი და მეგრელები. მეტი არ. მეგრელების არობად გეტყვი ყავით, ხო? მე და კარტოფილი თვითონ. ბევრი იყო, არა, სხვებიც იყვნენ, მაგრამ რამოდენიმე იყო. და ეს შეურაცხყოფელი არ არის სასულიერო პირისთვის, როცა შენთან მოდის ერისკაცი, ოღონდ არ რაღაც ღმერთის სიმშვიდის, სიკეთის, სათნოების საძებნელად, არამედ აი რაღაც მეტი ტენდერისთვის, მეტი ქონების დაცულობისთვის, რაღაცა გამორჩენის მიზნით თუ სოციალური სტატუსის გასამყარებლად. ჩემთვის კი. ეხლა ერთი ახლობელი დროსაც არ მელაპარაკება. დამირეკა და სადღაც რეგიონში ჩემი შვილიო დაიჭირესო მართალიაო და ეს არის იმ პროკურორის ნომერიო და პატრიარქთან შენ ძალიან ახლოს ხარ და დაარეკინეო იმ პროკურორთან. მე ვთქვა არ გესმის ხალბატონო რას მეკითხები, რას მეუბნები, რას მთხოვ. პატრიარქს როგორ უთხრა ეხლა რომ დარეკოს ვიღაცა პროკურორთან და გაუშვი ეს ბიჭი. ესეთი რაღაცები ხდება და არ მელაპარაკება რომ არ გავაკეთე ეგეთი რაღაც. ამიტომ არა არიან სასულიერო პირები, ვინც ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. პატრიარქსაც კითხავთ, ჩვენ მგონი ზამთარში ერთი მსჯელობაც კი ჰქონდა იმაზე, ვინ იღებს დღეს საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს, ხო, იმიტომ რომ პატრიარქი
ფიზიკურად რაც ჩანს იმ სურათებზე, რომელსაც თვითონ საპატრიარქო ავრცელებს, ცალსახად მკვეთრად უძლური მოხუცი ადამიანია, ხო? აი თქვენ რა იცით მას შეუძლია თქვა ლაპარაკი აი შეხვედრებზე, რომელსაც სხვა ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების ოჯახები მართავენ ხოლმე, მგონი კობახიძე იყო ერთ-ერთი ბოლო, ხო? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები იყვნენ და ამ სურათებზე აშკარად ძალიან მოხუცი დაუძლურებული ადამიანი ჩანს. აი რა შეუძლია მას მისი ფიზიკური მდგომარეობა, რა საშუალებას იძლევა? პატრიარქი საერთოდ როგორ არის აი ქრისტიანობაში ერთმა მითხრა რომ აიო ახლა ახალგაზრდებიო კარგები მოდიანო და მათი იმედა მონასტერში და რაღაც ესეთი მათი იმედი გვაქვს ქრისტიანობას ყოველთვის სტარეცების, ანუ ბერების იმედი ქონდა, მოხუცების იმედი ქონდა, იმიტომ რომ მოხუცებიდან მოდის ის დაცლილია მიწიერი რაღაცებისგან და პატრიარქის გონება არის ცინცხალი. და რაც შეეხება ხა ფიზიკურ მდგომარეობას, მაგას თქვენც ხედავთ, მაგრამ შეიძლება არც უნდოდეს და არც ახედოს, მაგრამ ვისაც უნდა, იმას ახედავს და ვისაც აი თუ მეტყველება ხო, ნუ ახლა ისე ვერ მეტყველებს, რომ გინდა თუ არა ადრე რო ქადაგებდა ისე იქადაგოს, მაგრამ ვინც მასთან დგას, გაიგებს რა თქვა და მისი 2-3 სიტყვა საკმარისია. გადაწყვეტილებებს პატრიარქი ღებულობს, თავარს. თუ გადაწყვეტილებებს პატრიარქი ღებულობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის წინააღმდეგი შეხვდეს მაღალი თანამდებობის პირებს. არასოდეს არ იქნება წინააღმდეგი, ნუ ეს ესეთია, ეს ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ ეკლესია პატრიარქის ერთ სიტყვას შეუძლია ეკლესია დაღუპოს. დევნა გამოიწვიოს საშინელებები და ამიტომ პატრიარქი ახლა თვითონ რასაც იტყვის, მე იმისი დაცვაც არ შეუძლია, ხო, ფიზიკურად ვამბობ და ამიტომ მან რაც თქვა, ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო, მან როცა აღიარა, რომ ჩვენი გზა ევროპა არის. ეს ბევრი ხნის წინ იყო. ამას ეს ბევრი ხნის წინ იყო და აი როგორი ბრძოლაა, ხო? აი ხა პატრიარქმა ეს რო თქვა, ეკლესიაში არავინ არ აყვა. და პირიქით ახლა მეუფე სტეფანე, ვინც მიტინგზე დგას, ყველა LGBT-ია, ყველა ის არის, ამას იძახის, ხო? და დასავლეთი ჩვენ ყრნის, თავრობა იძახის, რომ გაგვათხოვებს, ეგ საპატრიარქოს პროფესორად მამა ანდრია ჯაღმაიძეს წერილიც იგივე იმის იყო, რომ აი ჩვენ ევროპისკენ ტრადიციებით და ნუ თითქოს სადა მორწმუნე საზოგადოება აღშფოთებულია, რომ ევროპა რასაც გვეუბნება, რაც იყო, რაც მთავრობის ნარატივი იყო, იგივე გაიმეორა და აი მამა ანდრია ჯაღმაიძეზე მინდა ვთქვა, რომ იმან გამოაქვეყნა წერილი, რომ ხარე ნუ იქნებით არჩევნების წინ მღვდელი არ შეიძლება რომ ხარე იყოს. არჩევნების წინ კი არა, საერთოდ არ შეიძლება ეგრე ხარე იყოს, ან ერის ხარეს უნდა იყო. ან საერთოდ არ უნდა იყო მთავრობის ხარეს. მთავრობის ხარეს ყოფნა არ შეიძლება. იმ საუბრის ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა მედიით 16 სექტემბერს საპატრიარქოში, სადაც თქვენ მიხვდით პირველი შეხვედრა, სადაც დაგიპარეს, ხო? იქ მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს ესეთ რამეს, რომ სასულიერო პირების დიდი ნაწილი თქვენ გეუბნებათ, არის შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ თქვენ მეტრი დააყენეთ, ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპარაკობს, ესე იგი გამბედაობა არ ყოფნის და კაცობა არ ყოფნისო. როგორ გონიათ თქვენი ეს აქტიურობა მის გაღიზიანებას, საპატრიარქოს გაღიზიანებას იწვევს იმის გამო, რომ თქვენი სიტყვა ქმედება, სადღაცა გამოჩენა არის ნუგეში ჩაგრული და უიმედო ხალხისთვის, ვინც ბრძოლაშია, თუ იმიტომ, რომ შეიძლება თქვენი ეს საქციელი გადამდები იყოს სასულიერო პირებში. ეს მეტრი, რაც თქვენ დააყენეთ, სხვასაც მოუნდეს, რომ მოდი მე 3 მეტრზე ვიქნები. შეიძლება ის ესე ფიქრობს, მაგრამ სუსტად აი ეს ქადაგება, ეს იყო ტაძრის დარბაზში ნათქვამი, რომელიც ტევე პირველმა ჩაიწერა და თავი მოჭრილი იყო, მაგრამ მამა ანდრიას იქ მე რასაც ვამბობ, ისიც ამოჭრილი ჰქონდა, რასაც კარგს ვამბობ მდლებზე. ეს ჰქონდა დატოვებული თავი და ბოლო. და იქ მე მდლებზე ვამბობ, ნუ გონიათ რომ მარტო მე ვარ.
ძალიან ბევრი არიან, რომლებიც სწორ გზაზე არიან, სწორად აზროვნებენ, სწორად და იმადზე ვამბობ, ამოიღეთ ხმა მეთქი, ეს მამანდრიაზე არ მithქვამს, მე იმადზე ვთქვი, ვისაც მე ვიცნობ, ვინც სწორ გზაზეა, ვინც სწორად მიდის, გამიგეთ და ამიტომ ის ამოიღო, მგლებზე კარგს რო ვამბობ. აი რატო და ეხლა რო არ მივედი და მომწერეთ მეთქი და წერილობით დამიდასურეთ, სუსტად მაგის გამო ვიძახე, რომ რაღაცები დაჭრილები ქონდა და კარგი რაც ქონდა ეკლესიაზე და მგლებზე ნათქვამი, ის არ შემახსენეს და მეც არ შემახსენდა. ხო, მაგრამ აი თქვენ როგორ გგონიათ მთელი ეს აჟიოტაჟი, რაც არის თქვენ გარშემო ატეხილი, კონკრეტულად თქვენზეა თუ იმაზე, რომ ამას არ ქონდეს გადამდები ეფექტი? გადამდები ეფექტი რა უნდა გააკეთონ მგლებმა? ნუ თქვენ შევით უფრო ხმამაღლა იქადაგონ, უფრო ხშირად გამოჩნდნენ საჯარო სივრცეში. უფრო თამამად დაუჭირონ მხარი ჩაგრულებს. მეც ყოფნი. მე რასაც ვამბობ, ქრისტეს სიტყვა და მე არ მომიწოდებია გინდა თუ რა გამოდით, არც მოუწოდებ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე მათი თანადგომა არ გჭირდებოდა. თვითონ არ შერცხვეთ, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის. თვითონ შერცხვებათ. თქვენ არ ფიქრობთ, რომ საპატრიარქოს ეს თავდასხმები თქვენზე შეიძლება ამ შიშით იყოს განპირობებული, რომ უფრო მეტი მიმდევარი არ გამოგიჩნდეს? არა, ხალხით არიან. ხალხით არიან შეწუხებული. რომლებიც თქვენ სიტყვას მიიჩნევენ და ჩემს გვერდით დგანან ათასები. და ამან უფრო შეაწუხა ვიდრე ის სამღვდელოება, რომელიც შეიძლება გამოვიდეს და მე ჩემს გვერდით დამიდგეს, იმიტომ რომ რა ვიცი. აი თქვენ როცა ლაპარაკობთ, უფრო მეტად ელაპარაკებით ხალხს, საეროპირებს, ვიდრე თქვენს კოლეგებს, თუ შეიძლება ესე ითქვას ეკლესიის წიაღში. საერთოდ არ მინდა მათ ჩემს კოლეგებზე საუბარი. საერთოდ არ მინდა. აი იმდენად მინდა ქრისტეზე და ღმერთზე საუბარი, საერთოდ არ მინდა მაგაზე. შეიძლება ადრე რაღაცა თქვი, ერთი-ორი სიტყვა რაღაცა, მაგრამ ეხლა მამანდრიაზე იმიტომ ვამბობ, რომ პირდაპირ დაინტერესებულია ჩემი დაჭერით და ჩემი სახელის გატეხვით, თუმცა მე ის სახელს ვერ გამიყიდე. დაჭერითაც? დაჭერა არის ის. როცა მთავრობა ეძებს მოძალადეს და მღვდელი, ანუ საპატრიარქოდან ეუბნება დოროთე ნუძალადობ. ეუბნება რომ აი მოძალადე არისო. ეს ფაქტი იყო. ესა თქვა. და იმას მიუბრუნდები ისევ პატრიარქს და მასთან შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებზე. აი თქვენ თქვით, რომ თუ არ უნდა შეიძლება არ ახედოს, ხო, მაგრამ მეორე მხრივ მისმა სიტყვამ შეიძლება ეკლესიას პრობლემები შეუქმნას. ეს შეხვედრები ხო ნიშნავს იმას, რომ პატრიარქი თუ ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, გარკვეულწილად აძლევს მასთან შეხვედრების კაპიტალიზაციის საშუალებას ხელისუფლებას. კი, საშუალებას აძლევს, რა თქმა უნდა. კი, რატო შეიძლება ამას აკეთებს? იცით, აი რო გითხრათ ახლა რომ მოიკვეთოს და რომ ის აი თვითონ მასზე რო თქვა ბიძინამ ცუდი, არც მაშინ მოუკვეთია, მაგის შემდეგ შეხვედრია. ესმით აი ძალიან მძიმე შედეგს გამოიტანს ეკლესიისთვის ესე რომ მთავრობა მოიკვეთო, მაშინ თვითონ პატრიარქი ძლიერად უნდა იყოს. ესეთ რაღაცებს პატრიარქი არ აკეთებს ხოლმე, არც მის შეურაცხყოფაზე და არც მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ მხარეს არ არის არდგება. ერთი განცხადება არ გააკეთა მათი თანადგომის. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მათთან არ არის. ხო, არ ვიცით ამას ნიშნავს თუ არა ეს. კი, ჩემთვის მაგას ნიშნავს. აი თქვენ თქვით, რომ არ მინდაო სასულან ჩემ კოლეგებზე ვილაპარაკო. მე როცა თქვენს აქტიურობას ვადევნებდი თვალს, მომხვდა თვალში ის, რომ თქვენ უფრო მეც ლაპარაკობთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ეს მართლა არ არის ახლა დაწყებული, იზრდება, არ ვიცი, 12 წლის ჩანაწერებიც, მაშინ არა იმარხებზე ჩანდით ესე ხშირად საერთოდ ჩანხართ, მაგალითად ობიექტივზე, რომელიც საიჭო სარედაქციო პოლიტიკის მქონეა, იქაც ქრისტეს შესახებ ლაპარაკობდით, ხო, ეს არის, არ ვიცი, პატრიოტთა ალიანსის სატელიტი, პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალება. ეს აქტიურობის სურვილი და ქრისტეზე ლაპარაკის, როგორც ჩანს, სულ ძლიერი იყო თქვენში, თუმცა მეორე მხრივ მე რაც მეუცნაურა, უბრალოდ გამაკვირვა რამაც არის ის, რომ თქვენ თითქმის არ ლაპარაკობთ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე.
ეს სიფრთხილეა თქვენი შეგნებული გადაწყვეტილება თუ აი რითი აიხსნება, იმიტომ რომ აი თქვენს თქვით რომ ეკლესიაში მინდა დავაბრუნო ის ხალხი, ვინც წავიდა, ხო? ან თქვენს ხვდებით და აღიარებთ ამას, რომ ეკლესიას აქვს პრობლემები, ნდობის, რეპუტაციის, ბევრი რამის, ხო? აი ამ პრობლემებზე რატო არ ვლაპარაკობთ ხოლმე? ერთხელ მოხდა სემინარიაში რომ ვსწავლობდი, მაშინ ერთმა პროფესორმა მეორე პროფესორის სწავლება გააკრიტიკა და მწავლებელი უწოდა და ასე შემდეგ. მე იმანეს გააკრიტიკა, ამანის გააკრიტიკა და სემინარი აკადემიაში იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია სწავლებით, რა თქმა უნდა. პატრიარქმა დაიბარა პირველად ვინც დაწერა და ვინც უთხრა ეს უმწვალებლობა არისო და აი ის. და რატო უწოდებ ესო? და ის უმწვალებელიაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და პატრიარქმა უთხრა მე იმანო ის არასწორი დაწერაო და მე შენ სწორი დაგეწერაო. და ხალხი გაარკვევდაო რომელიაო სწორიო ადამიანს რატო პირდაპირ რატო უთხარივ ეს არის პატრიარქის პოზიცია ყოველთვის შფოთს ერიდება. ამიტომ ჩემი პოზიციაც იგივეა. მე ვამბობ რა არის სწორი, როგორ არის სწორი. ადამიანები მიხვდებიან ვინ რასაც აკეთებს, სწორია თუ არა. ამიტომ ხილება ორნაირია. ერთი რომ პირდაპირ დაეჯახო და შენ ესეთი ხარ და შენ ისეთი და მეორე როგორი უნდა იყოს ადამიანი, მღვდელი, დიაკვანი, ეპისკოპოსი. მე ამას ვამბობ, მეორე მხარეს ვირჩევ, იმიტომ რომ ძალიან ეს ეშმაკის ხრიკი არის საქართველოს ეკლესიაში. ეს პიროვნულ ცოდვებზე საუბარი. მე არ მინახია არც ერთ მწვალებელზე. აი მაგალითად არიოზი. არიოს მამები აქებენ კიდევ წმინდა ცხოვრება ჰქონდაო, პოეტი იყო, მჭირი იყო. არიოს რო ცუდი ცხოვრება ჰქონდა და ის ესეთი იყო და ეს ესეთი იყო, მაგაზე კი არ იყო იქ პრობლემა. არასწორი სწავლება ჰქონდა. ამიტომ ეს ეშმაკი შემოტანილია ის რომ აი პიროვნებების რაღაცებზე საუბარი და ეს სწავლება განზე დარჩა. მაგრამ თუ სასულიერო პირი არ ვიცი, არ ღვევს მორალს, ეთიკას, განცხრომაში, აღვირახსნილებაში, ფუფუნებაში ცხოვრობს, ეს ხო პრობლემაა? კი, პრობლემაა, მაგრამ დააკვირდით ეკლესიაში არსებობს იერარქია. თუ ამას გააკეთებს მეუფეში, მამაშიო, ბოდიში, მამაშიო, მამა ილია, რომელიც ჩემთან არიან, და მემაბარებენ აღსარებას. აუცილებლად აღკვეთ. აუცილებლად და რაღაცა გადაცდომა თუ მოუვიდა იქ ზედმეტიან, დალიან რაღაცა აუცილებლად ვეთყეს არ გააკეთო. მაგრამ სხვა მოვალეობა მე არ მაქვს. აი მაგალითად მე როგორ საუბრობ, ასე არ შეუძლია ეპისკოპოსმა ისაუბროს. ეს კითხვები, რაც თქვენ მე დამისვით, ეკუთვნის ეპისკოპოსს. იმიტომ რომ მან უნდა გააკონტროლოს. ის არის თავის ეპარქიაში. თავის ეპარქიაში და ამიტომ ხო დააკვირდით ახლა მე მიბარებენ და მე გავხდი პრობლემა. და ეს ისე რომ მათზე არაფერი არ მithქვამს, მაგრამ ახლა მათზე რომ დავიწყო საუბარი, მართლებიც იქნებიან და 100%-ით გამკვეთავენ. მათ პირად ცხოვრებებზე რომ დავიწყო საუბარი, იმიტომ რომ მღვდლის მოვალეობა სხვა არის და ეპისკოპოსი სხვა არის. ამიტომ მე რატო უჭირთ ჩემი დაჟე, იცით? სახელმწიფოსაც უჭირს და ეკლესიასაც უჭირს. იმიტომ რომ ჩემს უფლებამოსილებებს არ ცდები არც სწავლებით და არც სახელმწიფო კანონებით. არ ვარღვევ მე ამ უფლებამოსილებებს. სხვა დანარჩენი ახლა ერთადერთი რაც შეიძლება თავრობა მომედაოს ის იყო რომ ხალხს მოუწოდე მიტინგზე გამოსვლა. ეს ხალხის უფლებაა და ჩემი უფლებაც არის. ხო, ანუ ეს თქვენი პოზიცია რომ ვილაპარაკოთ არა პრობლემებზე, არამედ გამოსავალზე თუ რა არის სწორი იმაზე და მეტი საერთო ცხოვრებაში არსებული პრობლემების პოზიცია ეგ არის. და რომელიც პრინციპში შემოსაზღვრულია იმ ჩარჩოთი, რომელიც საერთო თუ სასულიერო კანონმდებლობით გააქვთ. კი. ანუ ჩემი სამოდელო უფლებები ამის იქეთ მე არ მიშვებს. მაგრამ ეპისკოპოსი, აი კომისიებში ხო არიან ეპისკოპოსი, ისინი ვალდებულები არიან ზნეობრივი გადაცდომა ის იმათმა გაასწორონ. ახლა მე თუ ჩემთან იქნება ვიღაცა მღვდლის ზნეობრივი, მე ვალდებულია იმათ მიმართო. სახალხოდ კი არ უნდა ვიცახო ეს მღვდელი ასეთია და ესეთი.
იმათ უნდა მიმართო. და იმათ უნდა იმსჯელოს სინოდმა. სინოდი არა, ნუ იქ სინოდალური კომისია არის, ეს თუ სწავლებითია სინოდალური კომისია, ეს თუ ზნეობრივია ზნეობრივი კომისია და მე არ შემიძლია ვიღაცა მღვდელზე ხო თქვენ გესაუბროთ, რომ ის ძალიან ცუდად იქცევა და ანუ მე რო ვიკითხო მაგალითად რა არის ეკლესიაში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანობის არს, ამაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ? რა თქმა უნდა. აი რა. ქრისტეს უცოდინრობა. ქრისტე არ იცის ხალხმა და არ იციან სამღვდელოებამ. იცით მე სანამ მღვდელი გავხდებოდი 10 წელი ვსწავლობდი ქრისტეს. 10 წელი 92-დან 2002-მდე. იქ შვალედებში იყო ჩემთან შემოთავაზება მღვდლობის, ყველაფრის შემოთავაზება იყო, მაგრამ არ წავედი. მე მინდოდა ქრისტე შემეცნო და არა მღვდლობა. მე არც მე მინდოდა მღვდლობა, მაგრამ ნუ გავხდი მე მღვდელი და ამასაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ქრისტეს შეცნობა მინდა ეხლაც. ამიტომ მე ახლა ტრაქტორიდან მღვდლის სკამზე არ დამძარვარ. სემინარიიდან, სწავლიდან და ასე შემდეგ და დღეს მე ერთადერთ უდიდეს პრობლემას ვხედავ ის რომ ქრისტე არ იქადაგება სწორად, ქრისტე არ იქადაგება საერთოდ და ხალხს არ განეცხადება ქრისტეს ჭეშმარიტება. ეს არის ჩემთვის პრობლემა. ეხლა ის მღვდელი იქნება თუ ეპისკოპოსი პიროვნულად რაღაცებს ცოდავს, ის მოკვდება და ეს ცოდვაც გაქრება. ოდესღაც მოკვდება და გაქრება, მაგრამ ის რაღაცას რომ არასწორად ასწავლის, იმას ხალხი აყვება და ეს ცოდნა, არასწორი ცოდნა ქრისტესი დარჩება. გესმით? ხო, მაგრამ მისი ცოდვით დაზარალებული ადამიანები შეიძლება დარჩნენ. ხო და აი მისი ცოდვით დაზარალებული ვინც არის, ის ადამიანი აუცილებლად უნდა მიმართავდეს და სინოდი უნდა განიხილავდეს, სინოდალური კომისია უნდა განიხილავდეს და ასე შემდეგ. ანუ ეს როგორც გითხარით, ან მისი ფუნქცია აქვს იმათ, მე არა მაქვს. მაგრამ ჩემთან თუ მოვიდა პირადად ჩემი მამაო რომელიც ის არის, რა თქმა უნდა, მამაოსაც მოვთხოვ და მოვიდოროთ, ეს ძალიან საინტერესოა უცოდინრობის ამბავი, იმიტომ რომ ეს მე მგონი მარტო სასულიერო სფეროს არ ეხება, ხო? მთელ საერო სფეროშიც და სამოქალაქო ცხოვრებაშიც განათლება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად სახელმწიფო განათლების რეფორმებს გვთავაზობს ხოლმე, რომელსაც ხან ახორციელებს, ხან არა, ეხლა მომდევნო ეგეთ ეტაპზეა ეს ქვეყანა, ხო? როგორ ფიქრობთ, ეს იმის გამოა, რომ ახალგაზრდა ეკლესია ვართ, როგორც თქვენ თქვით, სულ რაღაც 25 წლის და შეიძლება საკმარის სასულიერო პირების კანდიდატები არ იყვნენ ისეთი განათლებით, როგორიც საჭირო იყო, თუ მაინც მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ აი როგორც ხელისუფალს შეიძლება ერჩიოს სამართავად ნაკლებად განათლებული საზოგადოება, ასე ეკლესიას შეიძლება ერჩიოს მის წიაღში მეტი გაუნათლებელი სასულიერო პირი. ეკლესიას არ ურჩევნია, მაგრამ ვიღაცებს შეიძლება ერჩიოს. მაგრამ ეკლესიას მართველებს. ხო და დააკვირდით როგორი რაღაცა. ჩვენ ვართ დიდი ხანი კომუნისტურ რეჟიმის ქვეშ ნაცხოვრები. კომუნისტური რეჟიმის დროს რა იყო? წირე, ილოცე, ხალხს არ დაუძახო, თუ ვინმე მოვიდა, შეგიძლია აზიარო, თუ ახსარებას გეტყვის და საინტერესოა, შეგიძლია მე მითხრა. ანუ მარტო იმაზე დარჩა წესებზე. არ იყო ქადაგებები, არ იყო არაფერი. ესმით აი მე წაკითხული მაქვს რაღაც, აი ამბროსი ხელაია, ესეთი გენიოსი და კირიონი, უდიდესი განათლებული ხალხი შერჩა რუსულ იმპერიასთან ბრძოლას, აი ძველს ვამბობ. არც მაგათა აქვს საღვთისმეტყველო წიგნები, ნაშრომები. გაბრიელ ხიქოძეს აქვს და ანტონ ჭყონდიდელს ქართული სივრცეში. იმათ აქვს ნაშრომები, მაგრამ აი რუსულ იმპერიასთან ბრძოლის და არა ქრისტეზე და არა აქვთ ეს. იმიტომ რომ არ იცოდნენ, დრო არ ჰქონდათ ამისი იმპერიას ებრძოდნენ. კომუნისტების დროს საერთოდ დადუმებული იყო ხალხი. ეკლესიას დადუმებული იყო და ვინც იყო კიდე კაი რომ დადუმებული იყო, იქიდან ბევრს რო ელაპარაკა, დღეს საშინელ დღეში ვიქნებოდით, რომ არ იცოდნენ ქრისტე. ახლა კომუნისტების დროს ვის აკურთხებდნენ, როგორ აკურთხებდნენ, ახლა ერთი იყო მეუფე ათანასე, რა ვიცი, კიდე კაი სწავლებები არა აქვს, ერთი აქვს რომ ზიარების დროსო
ანგელოზი ჩამოდისო და აი ამ კოსო 900 გრადუსზე აცხელებსო. და იმიტომ არ არის ეს ისა ისეთ რაღაცას ამბობს ახლა ვერთმა აცხონოს, მაგრამ არ იცოდნენ ეს 900 გრადუსზე აცხელებს რატო დეზინფექციის გამოხარშვისთვის? ხო, დეზინფექციას უკეთებს, ნუ ინტერნეტში დევს ეს მისი გადაგება და ეს ცოდნა არ არის. და არ იყო და ამიტომაც არ მომხდარა. ამიტომ არის თქვენ რას თქვით, რომ თქვენ სულ ესე ქრისტეზე იმაზე ობიექტივზე სადაც დავდიოდი მე. აი ეს ახლა ჩვენ რასაც საუბრობთ, ესეთი საშუალებები არ იყო ტელევიზიაში, მარტო იქ იყო. და ობიექტივს იმ გადაცემას მე ვეძაღდი აბრამის წიაღს. აბრამის წიაღში ჩავდიოდი და იქ გადაგებდი ქრისტეს. ასე რომ ხო, უცნაური სურათია, იმიტომ რომ ხარ ძირითადად რაღაც მეორე მხარეს არსებულ მედიებში ხარ სულ და ხო, იცვლებად რომ. მაგრამ ეს გაუნათლებლობა მოკლედ ეკლესიაში, თქვენი პასუხი შეიძლება ისე გავიგო, რომ არა მიზანმიმართული პოლიტიკა, არამედ გარემოებებით განპირობებული რეალობაა? გარემოებებით განპირობებული რეალობაც არის და ისიც არის, რომ არავის უმუშავია. იმიტომ რომ პოლიტიკა იყო ესეთი, რომ არ გვინდა მეტი განათლებული? შეიძლება. აი რა დააკვირდეთ ხა სასულიერო აკადემიაში ერთმა დაამთავრა საერთაშორისო ეს საინტერესოა რომ აი ჩემ ხალხს არავინ არ აკურთხებენ არ უნდათ ჩემი ხალხი ვინც განათლებულია აი მაგალითად ერთმა დაერთ დავამთავრებინე სემინარია წალკიდან რომ წამოვედით იქ იყო ჩემთან და სემინარია დავამთავრებინე აკადემია დავამთავრებინე დაამთავრა 10-ზე სტიპენდიანტიც კი გახდა, რომელიც იშვიათობაა. ეხლა ტაქსიზე მუშაობს. იმიტომ არავის არ უნდა ეგეთი. ანუ სასულიერო პირი ვერ გახდა საბოლოოდ. ვერ, იმიტომ ჩემია. დიაკვანი, რომელმაც იცის ძველი ბერძნული, ახალი ბერძნული, რუსული თავისთავად, თარგმნის წიგნებს, 17 წელია დიაკვანია. წარუადგინე და არ აკურთხეს. 2 წლის დიაკვანი აკურთხეს. იმიტომ რომ ჩემია. და თქვენს გარდა ბევრია ესეთი ვის ხალხსაც ბლოკავენ? არ ვიცი, ჩემსაც ბლოკავენ ვიცი და სხვისაც ბლოკავენ თუ არა. ეს დაბლოკვა ახალი ამბავია თუ წლებია ესე? წალკის მერე. რო ჩამოხვედით წალკიდან. ხო, წალკიდან და თან წალკაში მე 3 მონასტერი ჩემი ოფლით აშენებული ჩვენი და ფულით ჩვენი იყო, არც ერთი სახელმწიფო ფული არ ყოფილა, არც საპატრიარქოს ფული არ ყოფილა, მეგობრები ეს მარტო გაზის შემოყვანა დაგვიჯდა, მარტო მილებით მოყვანა იმ შორიდან 2 კილომეტრი რაღაცა იყო, დაგვიჯდა 120,000 მაშინ. ეს იყო საშინელი ფული. ხო და ეს გამიგეთა ჩემ მეგობრების მეგობრებმა. ერთად. მაგრამ მუნიციპალიტეტი არ მოგეხმარათ, იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურებთ ეს ბიუჯეტებში არის ხოლმე თანხები ეკლესიისთვის. საერთოდ. არავინ არ მოხმარებია და ისე თქვა მინდოდა რომ აი აკადემიაში დოქტორანტურა რო დაიცვას. პირველს რას ეუბნებიან, ხო იცით? რუსული იცი? არა, მაშინ ვერ დაიცავ. აი ამ ბიჭმა ვინც დაამთავრა მეთქი, რუსული არ იცის. ტაქსისტი რო არის, ტაქსისტი არ არის, იმაში მუშაობს, სააგენტოში მუშაობს და ტურისტებს დაყვება, რა თქმა უნდა, ტაქსით ტურისტებს დაყვება, ინგლისური იცის და უცხოენები იცის და იმად დაყვება და იქიდან ჭამს ფულს და არის უაღრესად განათლებული და იცის ქრისტიანობა, მაგრამ ნუ იმათ უყვება რაღაცებს, ხან ყაზბეგში დაყავს, ხან იქეთ და ანუ რუსული წიგნების გარეშე ვერ გახტები, იმიტომ რომ ქართული არ არსებობს. აი ეს ამაზე არავის არ უმუშავია. ზუსტად ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი კითხვაც, იმიტომ რომ ახლანდელი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი, გარდა იმისა, რომ არჩევნები სინდისის პატიმრების გათავისუფლება, რაც მესმის ხოლმე, არის ის, რომ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება უფრო მთავარი ამბავი, იმიტომ რომ ეს საფრთხეები, რაც ამ პოლიტიკას შეიძლება მოყვეს, საბოლოო ჯამში შეიძლება სწორედ სახელმწიფოებრიობას უქმნიდეს საფრთხეს, ხო? ეს ბრძოლა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის თქვენთვის ამავდროულად ნიშნავს ბრძოლას ეკლესიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ან მოპოვებისთვის? კი.
და ერთი ის მითხრეს ახლა რომ აი მე-12 კლასო აუქმებენ. ამას აკეთებენო იმისთვის რომ ეს ბავშვები რუსეთში წავიდნენ. ევროპაში ვერ წავიდნენ და ევროპაში წასვლა გაურთულდებათ სალსა. ხო, და რუსეთში პირდაპირ ღებულობენ გამოცდების გარეშე ოღონდ ჩავიდეს ქართველი. საერთოდ რუსეთმა ძალიან დიდი სათავისო ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოს ვიზები დაუდგინა და ემბარგო დაუდგინა. ბიბლიაში წერია, როცა ბაბილონი დაეცემაო, აიო იმ ძუძუმწოვრებსო, ვინც ბაბილონიდან იკვებებოდა, ჩვენ რუსეთიდან ვიკვებებოდით. და ცნობიერად ყველაფრით რუსეთს ვიყავით მიბმული და აი მაშინ ჩაწყდა და აი თქვენ და თქვენი ტოლი და თქვენზე უმცროსები ეს რუსული არიციან და რუსულ სიცოცხლეში ვერ იარსებებენ, რომ ციცოდეს ვერ იარსებებს სხვა რეალობაა, სრულიად სხვა რეალობაა. იქ ადამიანის ახლა ჩვენთანაც ხო არ ფასობს და ქუჩაში ცემენ ბავშვებს, მაგრამ იქ საერთოდ ადამიანი კაპიკია, არაფერი არა. ნუ თუ მოსკოველი ხარ, შეიძლება რაღაცას ფასობდეს. მოსკოველი მდიდარი. ხო, მოსკოველი მდიდარი. და იქ ფასი არ აქვს, ეგ ვერ იარსებებს, ესმით და ამიტომ ეხლა რაც არის ეს ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე რო იყო საუბარი, თუ უვიზო მიმოსვლა ხალხს შეუჩერეს, ეს ჩვენთვის იქნება ახალგაზრდებისთვის და საერთოდ საქართველოსთვის იქნება კატასტროფა, იმიტომ რომ ჩამოწყდებით ევროპასაც. რუსეთში ვერ ვიარსებებთ, ევროპასაც ჩამოწყდება ხალხი, მოწყდება საშუალო მასა და იქნება ჩვენთვის, ეს არ იქნება ევროპისთვის კატასტროფა, როგორც რუსეთისთვის აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ მოგვიშორა, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად კატასტროფა იქნება და რუსეთმა რო ჩაგვიკეტა, იმან ჩვენ გაგვანთავისუფლა. ამიტომ მე პირველ რიგში ვიბძვი ჩვენი ხელისუფლება რო წავიდეს, იმიტომ რომ პირდაპირ რუსულია. ამაში ეჭვი არ გეპარება. არა, სრულიად არ მეპარება. იმიტომ რომ რასაც ისინი აკეთებენ, აი ყოველთვის რუსეთიდან მოდის ქება დიდება და ევროპიდან მოდის ლანძღვაც და მუხარაც. ამიტომ შეუძლებელია ჩვენი ეკლესია თავისუფალი იყოს, სანამ რუსეთი ჩვენზე ბატონობს. ანუ თავისუფალია ის ოფიციალურად, მაგრამ აი როგორც ხო, ანუ დღევანდელ ეკლესიაზე, ან არ ვიცი, 10 წლის წინანდელ ეკლესიაზე შეიძლება ითქვას, რომ ის რუსული გავლენებისგან თავისუფალი იყო? რუსული გავლენებისგან თავისუფალი არ არის არც ბულგარეთის ეკლესია. ბულგარეთის ეკლესიას ახლა თვითონაც არიციან, როგორ დაუნიშნეს პატრიარქი, რომელიც რუსების მომხრეა. პატრიარქად დაუნიშნეს კაცი, რომელიც რუსების მომხრეა და სინოდმა ირჩია, მაგრამ იქ რაღაცა სხვა სისტემაა და ყველგან მოქმედებს. ვინც რუსული ეკლესიას დაუპირისპირდა, ეს არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელმაც გაბედა, თან ესე ამბობენ, გაბედა და დაუპირისპირდა, იმიტომ რომ არ არის ადვილი რუსული ეკლესიის დაპირისპირება. და აკვირდით აფხაზეთში გვიშვებს, რომ ოსეთში გვიშვებს, რომ ახლა ზეგავლენა ეს რისთვის უნდა? რატომ უნდა შეგიშვაო იკითხოს, რატომ უნდა შეგიშვაო? აი რუსულ სახელმწიფოს, რუსეთის სახელმწიფოს რისთვის უნდა აფხაზეთი განაძალიან უყვარს და რამეს აკეთებს, იქ სიკეთეებს და იქ სხვა უნდა და რამე ის გააკეთა იამაიკა თუ დაშლიდა განადგურებულია. მაგრამ ჩვენზე ზეგავლენის გამო უნდა, ხო? იგივე უნდა რუსულ ეკლესიას. ჩვენზე ზეგავლენის მოსახდენა და ეს ჩვენზე ზეგავლენის მოხდა იმით, რომ ჩვენ უკრაინის ეკლესიაზე ვერ ვამბობთ, რომ ის ავტოკეფალურია. ვერ ვიხსენებთ, რატო? იმიტომ რომ რუსეთს აქვს ზეგავლენა. მოიხსენებ, აი ამას როგორც სახელმწიფო აღიარა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ისე აფხაზეთის ეკლესიას რუსეთის ეკლესია აღიარებს დამოუკიდებელ ეკლესიად. ეს კატასტროფა იქნება აფხაზეთისთვისაც და ჩვენთვისაც, იმიტომ რომ საერთოდ რელიგიური წინააღმდეგობები დიდხანს გრძელდება, ვიდრე სახელმწიფოებრივი. და აი თუ ხელისუფლებაზე ესეთ ამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ რუსები არიან, რუსების საქმეს აკეთებენ. ეკლესიაში რა მასშტაბის არის ეს რუსული გავლენა დღეს?
რუსული გავლენა ან ეკლესიაში ეკლესიაში შეიძლება ითქვას, რომ მე ერთი რამე ვიცი, რომ რუსეთს არ უნდა ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი. როგორც შევარდნაძე არ უნდოდა. ეხლა იკითხავენ, რომ განა მოსკოვიდან არ არის დანიშნული, მაგრამ სხვა არის ის მოსკოვი და სხვა არის ეს მოსკოვი. სახელი ერთია, მაგრამ ის იყო საბჭოთა კავშირი. შევარდნაძე საიდან ჩამოვიდა? საბჭოთა კავშირიდან, ხო? უნდოდა რუსებს მე ელცინს ან პუტინს უყვარდა შევარდნაძე? თუ ებრძოდნენ, თუ აფხაზეთი წაართეს და ასე შემდეგ და შევარდნაძემ ახლა შევარდნაძემ დააყენა მე შევარდნაძის არასოდეს არ ყოფილვარ მით უმეტეს სუგდიდელი ვარ და მაგან გამოგვიგზავნა იქ ფედრიონი და როგორ შეიძლება მას ვაქებდი მაგრამ ის გზა რომელზეც ჩვენ მივდივართ მაგან დაიწყო ევროპაც მაგან დაიწყო ნატოც მაგან დაიწყო და ამას ვერ იტანდა და იგივეა პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას მოუპოვა და მოუკიდებლობა ავტოკეფალია ჩვენ მანამდე რუსეთის მეტი არავინ არ ხსნობდა ესო პატრიარქს არ გაეკეთებინა ჩვენ დღეს რუსეთის ეკლესია ვიქნებოდით იმიტომ სოფლიო არ ხსნობდა წარმოიდგინეთ ეს საოცრება გააკეთა და ამიტომ ვერ იტანენ პატრიარქს და პატრიარქი რუსის ზეგავლენის ქვეშ არ არის ეგ ვიცი მაგრამ რომ ებრძვიან და რაღაცებს თუ უთმობს ეგ არ ვიცი ხო და ბოლოს ვიკითხავ ვინაიდან პატრიარქის მდგომარეობა ესეთია სუსტად არის და უძლურებაშია ესე შეიძლება ალბათ კორექტულად თქვათ თქვენი აზრით ვინ უნდა რუსეთს მის შემდეგ პატრიარქად ან რა უნდა ქართულ ეკლესიაში იხილოს არ ვიცი ეგ არ ვიცი იმიტომ რომ ვინმე ვიცის ეს ქართულ ეკლესიაში არა რუსეთს რო თავისი კაცი რო ენდომება ეს ორჯერ 4-4-ია მაგრამ აი ვინ არის ეს და რომელზე აქვს გათვლა მის თქმა მე არ შემიძლია იმიტომ რომ არ ვიცი კეთილი დიდი მადლობა ეს ჩავაქრო ხო